მე არ ვთვლი რომ დავით დარჩიაშვილი წარმოადგენს კონკრეტულ რაღაცა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას. ის არის ერთ-ერთი ავტორი და შემქმნელი მოდელირებული სისტემის, რასაც ვითომ ლიბერალური, მაგრამ ამავდროულად დროს ვანო მერაბიშვილის ხიშტებზე დამპყრობილი სისტემა ქვია. ამიტომ ახლა ძალიან ნაკლებად მაინტერესებს რა სიტყვის დავით დარჩიაშვილი ნონა გაფრინდაშვილზე და კიდე იქ სხვა ღირსეულ ადამიანებზე. ბატონო ლევან, თქვენ საუბრობთ ეროვნულ კრებაზე, ახალ ეროვნულ იდეაზე, თუმცა ამის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო პროექტზე, ცვლილებებში კონსტიტუციაზე, რომელმაც შეიძლება სულ სხვანაირად შემოატრიალოს საქართველოს სიტუაცია და კიდევ უფრო გაუხანგრძლივოს არსებობა დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა ამის შესახებ რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ, გაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ლევან გაჩეჩილაძე. ბატონო ლევან, გავიმეორებ შეკითხვას, თქვენ მსჯელობთ ახალ ქართულ იდეაზე, ქართულ ეროვნულ კრებაზე. პარალელურად კი მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაში კონსტიტუციაში და ძალიან საინტერესო ლოგიკით ვითარდება საერთოდ საქართველოში კონსტიტუციური ცვლილებები. როდესაც სააკაშვილი მოვიდა პრეზიდენტად, მან შეცვალა კონსტიტუცია, გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი. დასასრულს უახლოვდება პრეზიდენტის მმართველობის მეორევა და ისევ შედის ცვლილებები კონსტიტუციაში და ამჟამად საუბარია იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. რაც ბუნებრივია ბადებს ეჭვს, რომ სააკაშვილი შეიძლება მომავალში ვიხილოთ უკვე ძლიერ პრემიერ-მინისტრად. რაც არ გამორიცხავს ასევე იმას, რომ მისი პრემიერობის პერიოდში შეიძლება ისევ გაძლიერდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ვადის ჩაგდებით ის ისევ ვიხილოთ საქართველოს პრეზიდენტად. ეს არის რეალური ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. რითი დაუპირისპირდებით ამ ნაბიჯებს? კარგი შეკითხვა. დღეს დილით ჰქონდა სერიოზული შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ რიგ წარმომადგენლებთან. სტუმრები იყვნენ ჩამოსული და იქ იყო ამ კონსტიტუციაზე ლაპარაკი. თავისთავად ახლა ვენეციის კონვენციაში რომ კონსტიტუცია ჩაიტანოს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გვარი არ წერია, რა თქმა უნდა ისინი თქვენ რომ ეს არის კარგი კონსტიტუცია. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციას, მაგრამ ისო კონსტიტუცია. ჩვენ და მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს время რო ჩაგერთო გადაცემა, იქ სულ სხვა რაღაცები ხდებოდა. თუმცა ათასობით პოლიტპატიმარი, ციხეში დახოცილი და ღირსება აყრილი ხალხი და ღარიბი ხალხი და ციხეში იყო ღარიბი ხალხი და რა ვიცი მილიონი. თუმცა ის დრო კიდე მატერიალური თვალსაზრისით პურის ყიდვის და შოვნის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ჯობდა არათავისუფლების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დღევანდელ დროს, დღეს ახლა ტექნოლოგიები ისეა დაიხვეწა, კიდევ ერთხელ მინდა მიუბრუნდე ამ სააკაშვილის მოდელირებულ სისტემას. ეს კონსტიტუციაც არის ამ მოდელირებული სისტემის მაგალითი. ახლა ჩემის აზრით რა ხდება? რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის შიგნით დღეს გიგი უგულავა იქნება თუ სხვა ამბიციურ ჯგუფებს აქვთ ახლა ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და რამდენად გადაურჩება ახლა ამას მიხეილ სააკაშვილი თავის აზროვნებაში არ ვიცი, თუმცა დიდი შანსი აქვს რომ გადაურჩეს, სანამ საზოგადოება და სხვადასხვა ოპოზიციური ძალები ეყოლებიან მოდელირებულ თავისივე შექმნილ სისტემაში. სააკაშვილი მე მახსოვს საკრებულოს თავმჯდომარე რომ იყო, მაშინაც კი მის პოსტს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, პრაქტიკულად ქვეყნის მასშტაბით ის ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო. პრინციპულად ახლა რომ მკითხო მისი მერაბიშვილისეული გავლენიდან გამომდინარე არ სჭირდება არანაირი საკონსტიტუციო ცვლილება, ახლა გინდაც პარლამენტის თავმჯდომარე გამختარა, გინდაც პრემიერ-მინისტრი გამختარა და სულ რა ვთქვათ, პოლიციის უფროსი გამختარა, მას ძნელად თუ მისი ქვემდებარე შიშრები მოერევიან. არ ამგონია, იმიტომ რომ ვიცი მათი შიშის და ვაჟკაცობის ბალანსი და მათი ყურმოჭრილი მონობის ბალანსი და სხვადასხვა თემები, რომელზეც ახლა ყურადღებას არ გავემახვილებთ. მაგრამ ის არენდობა სხვას, თვითონ არენდობა სხვას, ახლა თავის თავზე რომ აღლა დააყენოს, ის იმას ღამე არ დაეძინება. თვითონ პროცესი ძნელი იქნება, მაგრამ ეცდება, რა თქმა უნდა, ყველანაირად ეცდება. სხვა გზაც არა აქვს.
მათ იმდენი კრიმინალი აქვთ ჩადენილი, იმდენი ხალხი ყავთ დახოცილი, იმდენი ფული აქვთ მოპარული, იმდენი აქცია აქვთ თავის თავზე გაფორმებული და იმდენი ბიზნესი აქვთ წართმეული, რომ სხვა გზა მათ არა აქვთ პოლიტიკური დასვენების საშუალება. მესმის ბატონო ლევან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი და სხვა ოპოზიციონერების მხრიდანაც ძალიან ხშირად გაისმის მსგავსი ბრალდებები ხელისუფლების მისამართით, ეს არის მხოლოდ სიტყვების დონეზე და არასოდეს არ ხდება ამის დამტკიცება. მაშინ როდესაც ხელისუფლება მუდმივად ყველაფერს სრულიად რეალური ნაბიჯებით ამტკიცებს. რის დამტკიცება არ ხდება, რომ ვაზაგაშვილი ქუჩაში მოკლეს. ეს რა მაგრამ აქ პასუხისგებლობა არავის არ ეკისრება. პასუხისმგებლობას ახლა მე ამ ქვეყნის პროკურორი არა ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა დავაკისრო. თქვენი მოვალეობა რომ ეს გააშუქო და ჩემი მოვალეობა რომ ეს უთქვა. პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ თავის თავს ხო არ მოაჭრის თავს. აი რა გამოსავალს ხედავთ სწორედ ამ სიტუაციაში იმისთვის რომ თქვენი სიმართლე მიხეილ სააკაშვილი არის ესეთი ადამიანი და დღეს ამტკიცებდი ამერიკელებთან შეხვედრაზე. ის ან დათმობს ყველაფერს, ან დათმობს არაფერს. და ის ვინც მოაწერს ხელს რომ მიხეილ სააკაშვილი არაფერს არ დათმობს, მისი სისტემის ნაწილი გახდება და ის ვინც მოაწერს ხელს რომ მიხეილ სააკაშვილს დაათმობიოს ყველაფერი, არ გახდება მისი სისტემის ნაწილი და გააგრძელებს ბრძოლას ამ უმანკო ამ ცუდი მანკიერი რეჟიმის წინააღმდეგ. კარგით, ბატონო ლევან, მე მინდა მოვისმინოთ თქვენი აზრი ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელშიც თქვენ მონაწილეობას სრულიად შეგნებულად აღარ მიიღეთ. მოხდა ისე, რომ გავკვირვით თქვი რაღაც მინიშნებები მევანიშნე. გააჩნია როგორი ლოგიკიდან გამოვიდა ბერძენიშვილისეული წილადების დაქვის ლოგიკიდან დავთვალო, ქართული აკადემიის ლოგიკიდან, რეგბის ბურთის ლოგიკიდან დავთვალო. დავთვალო ჭადრაკის სასახლის, აი რომელი ლოგიკიდან დავთვალო, არ ვიცი, ბევრი სხვადასხვა ლოგიკებია და მე ახლა ამ საქმეში მართლა ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვე და მე მგონი ჩემი საქმელი მანამდე ვთქვი, მაგრამ იყოს კონკრეტულად. კი ბატონო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩატარდა ეს არჩევნები, ჩატარდა სრულიად მშვიდი